ჰილსის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს ვისმენთ, რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს უკვე მშენებლობები, რომ გითხრათ ამ პროექტთან დაკავშირებით, რატომ არის ეს სპეკულაციები, რა პასუხი? ხო, ჩვენ მივესალმებით, არაერთხელ გამიკეთებია განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ხო? არ ვიცი ხა, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ამ ტიპის ინვესტიციებს შეეწინააღმდეგო შენს ქვეყანაში. რა ვიცი, ბევრჯერ ვისაუბრე, მხოლოდ და მხოლოდ პლუსები და პოზიტივი აქვს ამ ტიპის პროექტის განხორციელებას. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, არასდროს საქართველოში ამ მასშტაბის პირდაპირ რიცხოვნი ინვესტიცია არ განხორციელებულა. მე არ მახსოვს 2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში და მე არ მახსოვს არც მანამდე რომ ამ მასშტაბის ინვესტიცია შემოსულიყო ქვეყანაში. თუ ეხლა ყველას კარგად გვესმის ხო, რატო ეწინააღმდეგებიან ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ამას მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ამას მოაქვს კეთილდღეობა, ამას მოაქვს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ამას მოაქვს ქართული კომპანიების გაძლიერება და ასე შემდეგ. მხოლოდ და მხოლოდ პლუსები აქვს აღნიშნულ ინვესტიციას საქართველოში. ახალ უვიზდომ მიმოსვლასთან დაკავშირებით, უვიზდომ მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით გამარტივებას განიხილავენ დღეს ევროკავშირში. რატომ წლებია ეს სტანდარტები არის, რატომ გახდა ახლა საჭირო კრიტერიუმების უფრო გამარტივება, არის თუ არა ეს კონკრეტულ ქვეყნებზე შანტაჟის მექანიზმი იქნება? ხო, რა თქმა უნდა, ხა გრძელდება შანტაჟი, გრძელდება მუქარა, ჩვენ არაერთი განცხადება ვნახეთ, თუნდაც საქართველოსთან მიმართებით, ეს არაფორმალური მმართველობა, რაც სუფევს მსოფლიოში და რომელიც უდიდესი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოს, ყველამ კარგად ვიცით, ამაზე თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც საუბრობდა, რომ ის პირველი რასაც გააკეთებდა, არაფორმალურ მმართველობას დაამარცხებდა, თუმცა ჯერ არაფერი მსგავსი არ ხდება და არაფერი ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა. ნახოთ. ეს შემოტევებით ზუსტად არის გაგრძელება იმ რიტორიკის, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ხდება ბოლო წლების განმავლობაში. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება და ის რომ შევა. ასევე უქმდება ანტიკორუფციული ცალკე გინდა. ხო, ნუ ეს ყველაფერი თავს მოხვეული იყო, ხო? იგივე თუნდაც ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, გატანა დამოუკიდებელ ორგანოდ. ეს ყველაფერი იყო გარედან თავს მოხვეული. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის საკითხს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები, განცხადება, სარჩელიც არის შესული საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს იყო იმ მტრული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდა. არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს სამაჩაბლო. ის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, დღეს დროებით ოკუპირებულია ჩვენ და სამწუხაროდ რუსების მხრიდან და ეს არის რეალობა. ასევე უქმდება თქვენს ახსენეთ ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც დაექვემდებარება აუდიტს, ასევე საარჩევნო კოდექსში შევაცვლილებები, დღეს ისაუბრა ამაზე შალვა პაპუაშვილმა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყნისთვის, რას მოიწევს და რის მომტერია და მიზანი რა არის? ზოგადად რეფორმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ამ მხრივ არის მოწინავე. გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ყველა შეფასებით, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველო დგავს ქმედით ნაბიჯებს, მიიწევს წინ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა. პოდოლია კი ითხოვს სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას და ხელისუფლებას მოგმართავთ ამ თხოვნით. ის ამბობს, რომ მას სამედიცინო დახმარება სჭირდება და მზად არიან სხვა ქვეყანაში წაიყვანონ. არა, ჩვენ ხო ნანახი გვაქვს უკვე ფილმი უკვე ნახეთ, როდესაც მიმდინარეობდა მთელი თვეების განმავლობაში წრუ კამპანია, სადაც, რა ვიცი, უამრავი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და მაღალი თანამდებობის პირი იყო ჩართული. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის, როდესაც ვრცელდებოდა მხოლოდ და მხოლოდ სრულ ინფორმაციებით, სრულ კამპანია იყო გაჩაღებული, რეალურად არაფერი არ ხდებოდა. ხო, ის იყო ჩვეულებრივი ჯანმრთელი, უბრალოდ იგონებდნენ სხვადასხვა თემებს მასთან მიმართებით. და კიდევ ერთი თემა, სალომე ზურაბიშვილი კვლავ საუბრობს ტექნიკურ მთავრობაზე. მიზანი რა შეიძლება იყოს თალკა, რომ მსგავსი საკითხების გააქტიურების? არაფერი ხა ეს ადამიანები
ყველა ვიცით, რომ წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს. შეულებრივი აგენტები არიან, ხო? რა მესიჯებსაც მისცემენ, რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას აკეთებენ, ხო? ну, როდესაც ჩვენ საუბრობთ არა ფორმალურ მართლობაზე, ხო, ეს ადამიანები ავალებენ გარედან, ეუბნებიან რომ აი ხა ეს უნდა თქვათ, ხა არჩევნებში უნდა მიიღოთ მონაწილეობა, თქვენ არ უნდა მიიღოთ, ჩვეულებრივად ყველაფერი დამოკიდებულები არიან რა დავალებებს მიიღებენ გარედან. მათ ქვეყნის შიგნით არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, არც ადამიანური, არც პოლიტიკური. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენენ ისინი, ვის და რას ემსახურებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივაზე მინდა გკითხოთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით ჯარიმების გამკაცრება. არ ვიცი. ბატონო, ანტიკორუფციულზე მინდა გკითხოთ, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება რომ გაუქმდეს ეს ბიურო და აუდიტის სამსახურს შეუერთდეს? ну ეს სანამ მოხვიდოდით თქვენ ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით ეს იყო გარედან თავს მოხვეული რაღაც დამოუკიდებელი ვითომ შექმნილი ორგანო თუმცა რეალურად აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში და ექვემდებარება აუდიტს და გააგრძელებს ამ ფორმით მუშაობას. თქვენ კმაყოფილი ხართ ამ ბიუროს მუშაობით აი ამ 3 წლის განმავლობაში? რა ვიცი მე უნდა ვაფასებდე ამას? მათ შორის. მე ვერაფერს ვერ უწუნებ რა ვიცი, რა ვიცი. გაგითხრათ არც ვიცი აბა. ერთი ფაქტი გახსენდებათ კორუფციული, რომელიც ამ ბიურომ გამოავლინა. ვერ გეტყვით, არ დავინტერესებული ვარ ამით. რატომ არ დაინტერესებული? იმიტომ რომ ჩემი საქმეთან ვარ დაკავებული და ჩემი საქმე მაინტერესებს, ეს არის პრიორიტეტი, რას გავაკეთებ დღეს, ხვალ, მომავალში ჩემი ქალაქისთვის და ქალაქელებისთვის. ანუ კორუფცია არის მადლობა. ქვეყანაში ეს არ გაინტერესებთ ბატონო ხა?